მე ვისი გოგი ეგს ღაპრები ხო იცი ვის უნდა მოვუყვე კარგი ეხა გეხვეწები 4 ლიტრი ღვინოს შენ ვერ სვავდი 20 წლის რო იყავი არ მინდა რა სხვას მოვატყუე გეხვეწები რა ვაიმე დამღალე გოგი დამღალე გამარჯობა ირაკლი აი ეს არის ანი ჩემი ძმისშვილია რო გეუბნებოდი გამარჯობათ ეს ის გამარჯობაა თუ მეორე რა მეორე არაფერი ნუ აქ ყურადღებას კაბატონონა ესე იგი კაბატონონა ესე იგი თქვენი ძმისშვილი ანი ხო გასაგებია და თქვენი ძმა ტარიელი ბატონი ტარიელი ძალიან სასიამოვნოა ესე იგი ნონას ტარიელის ანი ესეც არ გამოდის გამოდი. რეზიდენტურას ამთავრებ ხო შვილო? დიახ. ძალიან კარგი. უმცროსი ექიმია ირაკლი. რა თქმა უმცროსი ექიმი, არასდროს არ მომწონდა ეს სახელწოდება. უმცროსი ექიმი კი არა, ჩამოყალიბებული, დიპლომირებული ექიმია ადამიანი, უნდა დაიწყოს მუშაობა. როგორ გეკადრებათ ქალბატონო ნონა? რა ლამაზი ძმისშვილი ყოლიათ ქალბატონო ნონა. აი, პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ჩემი აზრით, ყველა ექიმი ასეთი ლამაზი უნდა იყოს. წარმოიდგინე, პალატაში ხარ, ცუდად ხარ, შემოდის ასეთი ლამაზი ექიმი და უცებ გახდები კარგად. ყველა ჩვენი თანამშრომელი უნდა იყოს ასეთი ლამაზი. აბა ზოციაშვილი რატომ მუშაობს? ქალბატონო, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ზოსიაშვილი არის გამონაკლისი ჩვენ. იმიტომ რომ ქალბატონო დამირეკეს. ხო, ვის ჯგუფში ხარ შვილო რეზიდენტურაში? როსტომაიას ჯგუფში. როსტომაია, ბატონი ნოდარი, როგორ არის? როთრება კიდე ეხუტება ჩონჩხს? მაგრამ მაინც ეხუტება. შეხედე იუმორიც როგორი ქონია? ოხ, კარგი გოგოა, მომწონს. იუმორიც კარგი ქონია, მშვენიერი იუმორი ქონია. ხო, ირაკლი, ერთი ბრძენი კაცი ამბობდა, კოკასაშიგან რაც ადგას, იგივე წარმოდინდებისო. ნევროლოგიაში გავაფორმე. და ერთი ბრძენი ქალი რას ამბობდა, იცით ქალბატონონა? ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ მდივანი გვჭირდებაო. ეს ვიხურე შვილო, ხუმრობ ხოლმე მე ასე აქ. ხო, მიხდით. ხუმრობ, ვიხუმრე, ხო შეიძლება მძღოლზე მეხუმრა, მძღოლიც მე საჭიროება, მაგრამ ვიხუმრე დივანზე. ხო, ეს. მძღოლი მალხაზი ყავდა. ირაკლი, ბაღდათი თბილისის მარშრუტკაზე მუშაობს, ხო ახლა? მუშაობდა, იმიტომ რომ 2 დღეში გაუშვეს სამსახურიდან. რატო გაუშვეს და მახოს, მალხაზას, როგორც ეძახის მამიდა თქვენი, ქალბატონო, ხო ეძახით ასე. ესე იგი, მალხაზას მოწონს ჩვენი მიმღების ექთანი მიმოზა. გაიგებს მაინც, რა მშვიდობა აქვს. ხო და მოაკითხა იმ მარშრუტკით მოაკითხა და ის მარშრუტკა სავსე იყო ბაღდათელები. ხო და გაგიჟდნენ ეს ბაღდათელები. საათ ნახევარი ელოდნენ, გადაირეთ, გაუშვეს, იჩივლეს და როგორც ირაკლი ჩხეიძისკილიდან გაუშვეს, ისე მიაბუნძულეს იმ სამარშრუტო ტაქსიდან თქვენი მახო. დიახ. ოხ, მახო. გამიშვი მამიდა. ირაკლი, აი ეს არის ბრძანება. დიახ. მე იმაში უნდა ჩავიტანოთ კადრებში, თქვენი ხელმოწერა საჭირო. ქალბატონო, მე თქვენ უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ ხელს არ მოვაწერ. რატო? იმიტომ რომ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერთ თქვენ. ირაკლი, კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს. დიახ. არ მინდა რომ ყოლა მიცოდეს ჩემი ძმისშვილი რომ არის. ხო იცით მე დაიწყებენ ლაპარაკს. აჰა, მესმის ზუსტად ისე მესმის თქვენი როგორც თქვენ გაიგეთ, როცა მეკთხოვეთ რომ არ მინდა გაიგონ რომ მეგობრის შვილი ავიყვანე სამსახურში თქო და მეორე დღიდან რომ დაიწყეს ლაპარაკი და დღემდე რომ ლაპარაკობენ. ვინ არის ეს ბიჭი, საიდან მოიყვანა, ვინ დაამთავრებინა უმაღლესი, უსაქმურიაო, ნეტარ რამე საქმე კონდეს, საერთოდ საქმე არა აქვს, მაგას არაფერი. ირაკლი ბიძია, საქმე მაქვს რაღაც. მოდი გოგი. ირაკლი ბიძია. ვინ არის ეს გოგო? ძალიან კაი გოგო, ხო კაი გოგო? კი, კარგი გოგოა. აუ, რა მაინტერესებს? დაილაპარაკა? რა დაილაპარაკა? რავი, მაშინდელივით არ დავემართოს თქო რა. გამარჯობათ ქალბატონო ნონა. გამარჯობათ. ანი. ანი მოაწერი აქ ხელი. აუ, ირაკლი ბიძია, იცი რა მოგავიცანი? მიდი. გამოდი ახლა ჩვენ ეს უნდა ჩავიტანოთ კადრებში. მე წამოყვები გასწავლი. ქალბატონო, თქვენ რატო წვალთ? მე ჩავყვები. რა, კადრები არ ვიცი სად არის თუ რა? არ არის საჭირო გოგი. ქალბატონო, გეხვეწებით რა, ბოლო 2 წლის ანტიბიოტიკების დანახარჯი შევამოწმოთ და მომიძებნეთ რა. კი, ირაკლი. გოგი ჩაყევი რა. ეხლავე, წავიდეთ. ჯიგარი ირაკლი ბიძია. აუ, ხო, ირაკლი ბიძია, მესამეზე თუ მეოთხეზე კადრები.
მეორეს. უკაცრავად რა სინებებთ? ყავა თუ შეიძლება. ნიკა, გაგაყიდე. უშაქრო მინდა და ერთი ნაჭერი ნამცხვარიც. და ბევრი დავიეთ, მე არა შენ. უკაცრავად მეჩქარება და თუ შეიძლება მალე ნიკა, მოვიკარეთ. ხის წავიდეთ ხო კახეთში. უკაცრავად. არა, არანაირი ხმა. მეჩქარება რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი ნაჭერი ნამცხვარი და უშაქრო ყავა. მისვენ საერთოდ. უკაცრავად. გაიგეთ? ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ. ბატონო ზაუ მოგზადით თამამად ცოტა თამამად მოგზადით ბატონო ზაუ აბა შეხედეთ კარგად დააკვირდით აი ეს არის ბარის დახლი აი ასეთი მინდა სახლში ჰოპ აი შეხედეთ აი ამას მოусმინეთ მიდით კარგად დაარტყი მოусმინე მუსიკა ჟღერადობა გაიგე კარგად შემდეგ მინდა აი ასეთი მაგი და აი ასეთი ციგნების თარო, უკაცრავად, აი ესეთი სავარძელი, აი ესეთი ბრა, ასეთი კედელი, ეს ჩემი და თამარი. ასეთი ყვავილები, გესმით, გაიგეთ? კეთო როგორა? ხო, მომისმინე, ზაუ მომისმინე, ტიხარი მინდა, აი ამ მასალის ამფერი და აი ამ სიმაღლე. გაიგეთ? წამოდი ზაუ მეჩქარება. ზაუ მეჩქარება. ყავა მომიტანე რა თეო. თამარ ვერ მოასწრებ, ნიკა უკვე შუქნიშანთან დგას გზაშია. რა გჭირშე რა. ვაიმე, გოგი. ეგ ზღაპრები ცივის მოუყევი? შენ 3 ლიტრსაც ვერ სვავდი 20 წლის რო იყავი მაშინ. კარგი გეხვეწები რა, ვაიმე დამღალე გოგი. დამღალე საქმე მაქვს დამანებე თავი გეხვეწები რა. კარგი, კარგად. ქავთონო. ეს ჩვენი კლინიკა ამხელა აგასო, ასე დიდია. ჰა? ამხელა კლინიკა მაქვს მე? რა მხელა? დიდი ვიგულისხმე, დიდია ეს ჩვენი კლინიკა, რითი ვერ დაათვალიერეს ამ ანიმ და გოგიმ ეს კლინიკა რითი ვერ მოვიდნენ გამაგებია. ალბათ ზოსიაშვილს ვერ მოწვიდეს თვალი. ბატონო ზაურ, თამამად ზაურ შემოგზავნით. აი მე რა გაგიფრინიკა, ყოჩა, ვაიმე, კულ, ძალიან მომწონს ეს კლინიკა, ყოჩა. ზაურ რა დააკვირდით ყველაფერს, ხომ შეხედეთ ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთი სახლში მაინც არაფერი არ მინდა. ბატონო ზაურ, წავდით, ბატონო ზაურ, წავდით. არაჩვეულებრივია გარეთ, მეტლახი მომწონს, ზაურ, მომბძანით, ბატონო ზაურ. უირაკი როგორ ხარ? ქავდონონა. ეს იცით ვინ იყო? ქეთევანგლონტი, რო გიყვებოდეთ, ჩემი მეგობარი, ქეთევანგლონტი. ამერიკაში რო იყო, ამასთან გაუშვი ჩემი ბასიბუსები და წყნარა თუ არ მეთქი, ქეთევანგლონტი რო უვლის ჩემ ბასიბუსებს ხო და მე მარიკა რო ჩავიდა და ქეთევანგლონტმა რო თქვა, რო ახლა მარიკა ჩამოვიდაო, ბასიბუსებს პატრონი ყავთ ამერიკაში და მე წავალ ცოტა ხანი საქართველოშიო. აი ეს არის ის ქეთევანგლონტი ქავდონონა. ვიცი. კარგით რა ქავდონონა, რა იცით ხოლმე ეს რა ტყილა ვილაპარაკი ამდენი? ცხადია. ეს რა გზნობით სავსე გული გქონია, გული კარგავს, ძალა აღარ მაქვს. აი, გოგი. რაკენი მოეწონა ანის კლინიკა? კი, მოეწონა და კლინიკასაც მოეწონა ანი. ძალიან კარგი, ირაკლი ვიძია, ძალიან კარგია, ჩვენთან მუშაობს და ჩვენთან დაიწყო მუშაობა რა. მე ზღა მეტი საქმე არაფერი მაქვს და ცოტას გავერთობი რა. რას იზამ გოგი? ცოტას გავერთობი რა. გოგი. ხო. ცოტა ჩუმად ილაპარაკე, აქ სადმე. ანის მამი და არიჯდეს. კარგით რა ირაკლი ვიძე, უნდა გაიგოს. აქ თქვენ ხართ მარტო და ქალბატონი ნონა. ანუ თქვენ ხართ ანის მამი და გამარჯობა? ნახვამდის. გოგი, დამიჯერე ნახვამდის. აბა როდის შეძლებთ? აი,
რაო მაგ ევაკუატორმა? ამან ვერაო გვიანიაო და მაგან ამან ცოტა ადრე რომ დაგერეკათო ჩამოვიდოდი, ახლა ნასვამი ვარ რომ ძღოლმა. რა ვქნათ? არ ვიცი. ნაკითხე აბა. უკაცრავად. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ხუთი ვარსკვლავი გისმენთ. ხუთი ვარსკვლავი რანაირად არის? არ არის ხუთი ვარსკვლავიანი, უბრალოდ ასე ქვია სასტუმრო. აქ სადმე პროფილაქტიკა ხო არის მანქანა გაგვიფუჭდა. რა მანქანა? რა მნიშვნელობა აქვს დიდი ჯიპი? პროფილაქტიკა არის, უბრალოდ ცოტა შორსაა. მაგრამ თქვენ ხო მანქანით ხარ და ვარსკვლავი, ბიჭი. მანქანა გაგვიფუჭდა. მაშინ ვერ მიხვალ. მეგონი რა ვიცი, მოგვიწევს დარჩენა. ხო, მეც ეგრე მგონია. მაშინ დავრჩებით და გააქვთ ნომრები. ერთ ნომერს აიღებთ, ხო? არა, რა ერთი, ორი ნომერი გვინდა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთია თავისუფალი. არა, გამორიცხულია. მეტი ნომრები არ გააქვთ? ანსამბლი არის ჩამოსული ხალხურების და დაკავებულია სამწუხაროდ. არა, რა ერთი ნომერი. ქალბატონო, ერთ ნომერს ძალიან დიდი პლუსი აქვს. ერთ ადამიანზეა გათვლილი. ერთი საწოლი ეტევა. ერთი ადამიანის ფულს გადაგახტევინებთ. ერთი წუთი რა. გასწავლოთ. რა ვქნათ? რას ვიზავთ? დავრჩეთ. თამარ. ძინავს. ხო. შენ მეც. ნიკა. რა იყო? რა ვიფიქრე იცი? რა? რა უცნაური ხალხია ეს კახელები, არა? ამ ხელა ვენახი ვიყიდე და 100 ლარი არ დამიყრე. და 200 ლარი სუფრა გაშალეს მაგრამ. ნიკა. რა იყო? ცოტა წავხარ? აუ, რაღაც უხერხულად, ხო? რა იყო? არაფერი ის. გახსოვს ქუთაისში ექსკურსიაზე, მარტო რო გვეძინა ერთ დღეში. მარტო მე და შენ კი არა, პაპაშვილს ეძინა და დებკუ პატაძებს, ნაზი მასწავლებელს კიდე. რო ბოდავდა გახსოვს? ბავშვებო გადაიმეორეთ გაკვეთილი. რანაირი ხალი? ნაზი ხო? ხო. რა შემოგვისწრა გახსოვს? სად? ფიზკულტურის დარბაზში. რა ლაპარაკობდით? რო გვითხრა აქ რასაკეთებთო? შენ რა მაგრა უპასუხე? რა შერცხვა და ხმა ვერ ამოიღო გახსოვს? ნაზი მასწავლებელო, ჩვენ კი არა თქვენ რასაკეთებთ ხოლმე აქ ფიზკულტურის დარბაზში თქო. საიდან იცოდი მაგის და შოთას ამბობა? ეგეთები ვიცოდი და ისიც არ იცოდი შენის ხაზვა და ალგებრარო. გზარა და ლეილა? აბა. და ის შრომა და ქიმია? ლოდარა და? და მამი და ჩემი? მამი და შენი. არა, ქიმიაო და. მამი და შენი მერე გადმოვიდა. გული გამისხდა კაცო.
არა, მამი და შენი მაგას როგორ იკადრება. რა არის ეს? რაღაც ანსამბლია მოგვიგეთ. ნიკა. რა ვიფიქრე იცი? რა მითხარე? და მორჩაი სიმღერას და დაიძინე. იცი რა? მე წავალ მანქანაში დავიზინებ მირჩევნია. ნიკა. ვა, იხნის კარტა ეძახე შენ და. რა კანია კარიღია? ვაი მესეგი, ესეთი თარომიდა ციგნებისათვის სამზარეულოში მინდა მხოლოდ აი აქეთა ნაწილი, მარცხენა ხო აი აქეთა ნაწილი საძინებელში. მინდა გესმით ვაი მე ზაური. ვაი მე სადავჩა ეს კაცი. ზაური პარაკში არა, მეორეზე თესაძებთან არა. ვაი მე მესამე კორპუსში. ზაური. ო, ქეთევან რა, ყველაზე საინტერესო გამოვტოვე რა. კაცრავად. კეთილი იყოს თქვენი მებრძოლება ჩვენ სასტუმროში 5 ვარს. გამარჯობა. იცით თქვენს ავტოსადგომზე მანქანა რო დგას, დიდი ჯიპი როა. დიახ. ხო, ეს მანქანა არის ჩემი მეგობრის. ხო და რომელ ნომერშია? დიდი ჯიპი. რომელია თქვენი მეგობარი? რასვე რომელია? ორნი არიან ქალი და კაცი და რომელია თქვენი მეგობარი? ვიცი, კაცი ვინ არის? კაცი ვინ არის? კაცი. კეთილი იყოს თქვენი მებრძოლება. მოიცა. კაცი ვინ არის? კაცი? ხო. მეფანდული. მეფანდული. თამარი და მეფა. ვა, ეს უკვე ამბავია. კეთილი იყოს თქვენი მებრძოლება.